გამარჯობა და მოგესალმებით ჩემს არხზე, სადაც თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ სუპერკარს, ყვამლიან და თავგადასავლებით სავსე ვიდეოებს და რაც თავარია ამ ყველაფერს უმაღლეს ხარისხში. ასე რომ თუ პირველად აღმოჩნდით ჩემს არხზე, აუცილებლად გამოიწერეთ, ჩართე ზარიზღილაკი და შემოგვიერთდი. ახლა კი კარგად მოკალათით, მოემზადეთ, რადგან დღევანდელი ვიდეოს თავარი გმირია C63 AMG 205 ძარაში. Yo, new year, new money, but it's the same old me. Need the yard that don't come cheap before I get 8 gold teeth. They wanna play with sticks and stones, calling them Jamie T. Up chasing coins like Sonic, could trust me, they don't sleep. Play my songs out of whip, she said keep that shit on repeat. Gotta calculate steps, I gotta take a step back and breathe. Life got busy. ეს ავტომობილი არის კომპაქტური სედანი Mercedes-ისგან, რომელშიც ჩატენეს 8 ცილინდრიანი ძრავა. Mercedes-ისთვის მახასიათებელი პრემიუმ როგორც ხარისხი, ისე დიზაინი აქვს, თუმცა არ ელოდეთ ამისგან ისეთ კომფორტ დეტალებს, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული საბარგული, რადგან აქ ღილაკი არ გვაქვს, ხელით უნდა დავხუროთ. ასევე არ ელოდეთ ამ ავტომობილისგან რბილ დახურვას კარზე. ჩვენ თვითონ ხელით უნდა მივხუროთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით ძალიან უაზრო ფუნქციები, რომელიც სპორტულ ავტომობილს საერთოდ არ სჭირდება და პირიქით ზედმეტ წონას გვმატებს. მაგრამ აი რაც სჭირდება სპორტულ მანქანას, ეს არის მისი 8 ცილინდრიანი ძრავა. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი აღჭურვილია 4 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავით, სერიით M177, წინამორბედისგან M157-ისგან განსხვავებით, აქ შემცირდა ძრავის მოცულობა, მაგრამ გაიზარდა სიმძლავრე იმის ხარჯზე, რომ დაგვემატა 2 ტურბინა, რომელიც მოთავსებულია ცილინდრებს შორის, რაც უზრუნველყოფს ძალიან სწრაფ რეაგირებას და მინიმუმამდე ამცირებს ტურბო ლაგს. ეს ავტომობილი სტოკში გამოიმუშავებს 470 ცხენის ძალას და 600 ნიუტონ-მეტრს, თუმცა აქ სტოკი არ არის ყველაფერი. შეცვლილია ფაიფები, შეცვლილია ფილტრები, აყენია უფრო დიდი გაგრილება, ჩაწერილია როგორც ძრავის, ასევე გადაცემათა კოლოფის პროგრამები GT Performance-ში და ეს ყველაფერი ჯამურად გამოიმუშავებს საბურავზე 520 ცხენის ძალას, რაც ძრავზე დაახლოებით 650 გამოდის. ნიუტონების აზრზე არ ვართ, მაგრამ ალბათ 800 ნიუტონი მაინც უნდა კონდეს როგორც მინიმუმ ამ ავტომობილს. ალეო, ნოდორაშო. C63-ს ვიღებ, რომელსაც შენი სტიკერი აქვს თეთრი 2015-იანი. ესი არ არის და რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან. ეს ავტომობილი არის Stage 2. როგორც ვიცით, ჩვენ პატრონსაც ახალი ნაყიდი ყავს 1-10 დღის ჯერ კარგად არ ვიცით ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მაყურებელს აინტერესებს, როდესაც C63-ს ყიდულობ, რა კეთდება ამ ავტომობილზე, პრობლემებს რას უნდა მიაქციოს ყურადღება და ზოგადად Stage 2-ზე ასვლა და ცხენების მომატება რამდენად მარტივი ამბავია. ანუ ადვილი გასაკეთებელი მანქანაა და კარგი შედეგის მიღება შეიძლება ქარხნთან შედარებით. ასე რომ არაესი შეგვიძლია გადაიყვანო ესის ვერსიაზე და კიდე ზევიდან დაუმატოთ ცხენის ძალა რა. და მაგ შემთხვევაში რის შეცვლა გიწევს? Stage 1-ის პირობებში თუ აკეთებ, არაფრის შეცვლა არ გიწევს. შეგვიძლია მიიღო 600 ცხენი, 620 მარტივად, მხოლოდ პროგრამით. Stage 2-ის შემთხვევაში სტანდარტულად დაუნფაიფები დაგჭირდება, სპორტული ჰაერის ფილტრები და კარგი იქნება გაგრილებას თუ გააუმჯობესებ თუ უნდა დატვირთო მანქანა რა. ზოგადად ისედაც ძალიან გამძლეა ეს ავტომობილი. M-ებთან შედარებით უფრო ნაკლები პრობლემები აქვს. აქ რაც არის პრობლემა, ზეთის ნასოსი იბზარება ხანდახან. ყველაზე მეტად რაც იჩენს თავს არის ბაბინები. ზოგადად სულ რომ კამერით შეხვიდე ძრავში და ჩახედვა მოგინდეს, ბაბინა უნდა მოხსნა, რომ შეხვიდე ძრავში კამერით და მოხსნის დროსაც კი ფუჭდება ბაბინები, ასე რომ ეგ უნდა გაითვალისწინო და დაახლოებით $400 იყრის ამ ავტომობილზე თითო ბაბინა. სხვა ისეთი არაფერი პრობლემა არ აქვს, რომ რაღაცა სენი აწუხებდეს, ასე ვთქვათ. კოლოფი უძლებს დაახლოებით 650 ცხენის ძალას, რაც სავსებით საკმარისია და მერე უკვე გვიწევს კოლოფის გასტეიჯებაც, ასე ვთქვათ და უფრო ძლიერი კოლოფის დაყენება. ამ ძრავზე მიბმული გვაქვს 7 სიჩქარიანი multi-clutch MCT გადაცემათა კოლოფი, ბევრად უკეთესად რთავს ვიდრე წინა ძარაში რაც იყო კოლოფი. კოლოფი გადასცემს აი ამ თელ ჩვენს ცხენის ძალებს უკვე უკანა თვლებს. C63 მხოლოდ და მხოლოდ უკანა წამყვანი არის ხელმისაწვდომი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა Mercedes. ამით მან შეინარჩუნა სპორტული ხასიათი, AMG-ისთვის მახასიათებელი ეს ტრაკის თამაში, რაც ადამიანებისგან განსხვავებით მანქანებს ასე ძალიან უხდებათ და ხიდი არის ამ შემთხვევაში მექანიკური, ესის შემთხვევაში უკვე ხიდი არის ელექტრონული, მაგრამ ეს მექანიკური შეგრძნებებიც ძალიან მაგარია და მე პირადად ძალიან მომწონს. როგორც გამშვებს
ისე შემშვებსაც ძალიან კარგი ხმა აქვს და ამ 8 ცილინდრის როხროხს უკვე ტურბოს ხმებით რო დაემატა, უფრო მეტი ეგზოტიკაა ჩემი აზრით და უფრო საინტერესო ხმებია ამ ავტომობილში. ეს მანქანა არის 2015 წლის მოდელი, მაგრამ უკან ესიც აწერია, წინ ორლინზიანი ფარებიც აყენია და ბევრი რაღაც აყენია ისეთი, რაც გამოარჩევს მას სტანდარტული C63-ისგან და თუ შეძენას აპირებთ, შეიძლება თქვენი ესეთ ვიზუალზე არ იყოს, იმიტომ რომ ამ მანქანის ვიზუალში საკმაოდ ბევრი თანხა და დრო არის ჩაყრილი. არც დისკები აქვს არხნული და ძალიან უხდება ეს დისკები და საბოლოო ჯამში ვიზუალი ძალიან მომწონს. ვიზუალზე კიდევ უფრო მეტად, რაც ყველას ყურადღებას იპყრობს, არის მისი AMG-ის განუმეორებელი ხმა. ახლა კი გეპატიჟებით ინტერიერში. ინტერიერში არის ყველაფერი სტანდარტულად, უბრალოდ უფრო მაღალი ხარისხით და უფრო ლამაზად შესრულებული, გამოყენებულია დიდი რაოდენობით ტყავი, ალკანტარა, კარბონი. ეხლა ვართ კომფორტ რეჟიმში და სპორტ პლუსში უკვე ბარბლებიც გვემატება, რეისში უფრო სწორად. და უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ ცოტა პრობლემური ტიპი ხარ და აღარ ხარ C300 2-დან 2. რუსთავისკენ მივდივართ და რუსთავის გზაზე როცა მერსედესით მიდიხარ, აუცილებლად უნდა გავუარო მაგ ადამიანს და გავუვლით ახლა. მისი ტელეფონის ნომერი არის, აი ქართულად არ უხდება, რუსულად უხდება რა, 100 555. და ნახოთ ერთი რა სიტყვის ამ თანამედროვე C-ზე, იმიტომ რომ ცოტა უფრო ძველი მანქანების მოყვარულია. ახლა გამოვიარეთ ფონი ჭალა და ქალაქში ძალიან კომფორტულია. ძალიან კომფორტულს გულისხმობ სპორტული ავტომობილისთვის, რა თქმა უნდა, ახლა ეს არ არის S-კლასი. დაბალბრუნებზე ძალიან სასიამოვნოდ ისმის ხმა. ერთადერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება რომ შეგექმნას, ქალაქში არის წვა. რამდენსაც ჩაასხავთ, იმდენს დაწვავს. უარს არ იტყვის. თუმცა, როგორც პატრონი ამბობს, ავტობანზე ძალიან ხშირად უწევს სიარული და 100-120-ით, რაც კანონით არის დასაშვები, წვავს 8-9 litrს. წამო ეს ნახე, ორიგინალი არ არის, მაგრამ ცდელობა დასაფასებელია. მე აჩვენე რა კაცი, როგორი ბრტყელია ყველაფერი. სანამ მას კი ჩამოიცლის, გეტყვით რომ ჩემი მანქანა ძალიან მალე ჩამოვა, უკვე აი ამ თვეში ჩამოვა. ცოტა კი გადაიწია, მაგრამ კალიფორნიიდან მოდის და კალიფორნიისთვის ძალიან კაი ვადაა, აი 2 თვეში გამოდის რომ ჩამოვა რა. აქვე იმას გეტყვით რომ C63-ის ყიდვას ვინც აპირებთ, ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანაში რომ Carline გვეხმარება და საუკეთესო პირობები რო აქვს, საუკეთესო ვადები რო აქვს, ეგ უკვე ვიცით ჩვენმა მაყურებელმა და ყველაზე მთავარი რაც არის, აი ძალიან პატიოსანი ხალხი მუშაობენ, იქ აი ყველა ვიც გავიცანი, ასე რომ გულდაწყვეტილს არავის დატოვებენ. რა ბევრი кейსები მოვისმინე, ხა დეტალებში რო არ მოვყვე და ძალიან კარგი ხალხი არის. და ლიდერ მოტორს აქედან მივმართავ მოემზადეთ ჩემი მანქანის გასაკეთებლად მალე ჩამო, ნუ ეგრეთ წოდებული რაზვალიდან დაწყებული სარობოტე, სამღებრო სამუშაოები დამთავრებული, რამე სერვისი გჭირდებათ მანქანაზე, ნებისმიერ რაღაცას შეგიძლიათ მიაკითხოთ ლიდერ მოტორს. ამერიკიდან რომ ჩამოგივიდა მანქანა, მიიყვანე გასაღები ჩააბარე და გამოიყვანე გამზადებული. ნაწილებსაც თვითონ შეუკვეთავენ, დაგირეკავენ, ეს ნაწილი გჭირდება, ამ ესეთი ფასებია, თუ გაწყობს ეგ ფასები შეუკვეთავენ, მოატანილებენ, თუ უფრო იაფად ნახავ, კი ბატონო, წადი შენ მიუტანე. ეს რომელწლიანი პირველი თაობაა? ხო, თანატოლები ვართ, 7-იანი. პლუს და პრიორიტეტი რა აქ იცის ხებთან შედარებით? უკანავე დუშია. მექანიკურად ირთვება ხიდები. და ის ისე დემონსტრაციულად რო ყავს შემოყენებული, ის მაგიტო ხარ მოატანინე ეგ ასფალტები აქ. მაინც სანიშნოთ ამა. იქით სტოძო მიყენია, გაიგე და სტოძო აღარ აჩანს ახლა მაგის ფონზე რა. თორე სტოძო მიყენია ხოლმე სანიშნოთ და დაინახო რომ აქა ვარ რა. ხო, მაგას ყველა მხრიდან დაინახავ რა. ახლა ის ახლა შემოყენებული ზოლე გაიროჟა არის რა.
მე ვარ მოყვარული, ავტომოყვარული. მე ყველაფერი მევასება. პროსტა მიყვარს ჩემი ადამიანი. დარჩი ყველაფერი მევასება. პროსტა ეხა მე ჩემ კრიტერიუმებს ამ მანქანების მეკმაყოფილებს ის მანქანები მყავს რა. სტოძო, S კლასი, J კლასი. თანამედროვე C კლასი ხო ყავს კონტეტაზე როია. ხო, აი ეგ ამყავს. ხო, ეგ ყავს ეხა ოჯახის. ერთადერთი C კლასი არის, არა, ეგეც აპროექტოდ ამყავს. ეს ნომერი რა დაგიჯდა რომ მითხრა ტელეფონი. რომელი? ტელეფონი. ეგ ძმა, კაი ხნის წინ. სტოძობდი ატიპია მეთქი ხوار ბეჭველი. ახალი ინიციალი რო შემოვიდა, სადაც უკვე შეგილო შენთან ნომრის აღება, ეგრევე დავრეკე ოფისში მეთქი, ამ ნომრის აღება არის შესაძლებელი ლკიო მობრძანის თუ ეგრევე მივედი მეთქი, მინდა. ხო, ის ფიქრობს უეჭველი 19:00-55 არაფერი არა ეს. ეს შენ ჩამოგიტანეთ, მე გადახედე, მაგრამ წითელ ფერებში ავარჩიე სულ. წითელი. და ეს არის პატარა ისა. ეშმაკი გასუნია რა, ეგ იმას მოუხდება. მოკლედ, ყველაფერი არის წითელი. მადლობა. ისე Mercedes-ი მე რა გევასება. აი, ყველაზე ახლოს პაგანი. ზონდა ჩემთვის ყველაზე საოცრებო მოდელია და მე უაირა, თუ უიარა. თუ უაირა. კაროჩე რაღაცა მუტალი სახელი აქვს რა. SVJ Lambo. ახალი SF90 ძალიან დამევასა ძველებიდან 418 იტალია მევასება. SF90 ძალიან მაგარია. ფერებთან მაქვს ერთი დიდი, ყველაზე დიდი პრობლემა. ხარისხი. მაგრამ ახალ ბოლო მოდელებში უკვე არის გამოსწორებული. კაროჩე, ევროპაში დაც კი ვარ ნამყოფი, ყოველთვის ყველგან ცენტრებში მივიდივარ და ეგზოტიკურ მანქანებთან იმინა მივიდივარ დუჟიმონდის, პატარა ბავშვი თორ ხოლმე იქ რა და ბიჭო სალონში რო შევდივარ, აბიუშიგوار პროფესიით. არ ვიცოდი ეგ. წერა მიძახდი აბიუშიკობა დაუწყია. პროფესია ჩემი ეგ არის რა და ეს ახლა ჰობია. აი დიდი ჰობია. ცუდად არის ყველაფერი. ერგონომიკა, ხარისხი. გეთანხმები, მაგხელაფას როცა იხდი, სხვა ხარისხს ითხოვ. თორე დაბალფასიანები რო იყოს ეგ მანქანები, კიდე მიიღებ მაგ ხარისხს რა, რაღაცა ბრენდებში, მაგრამ როცა ხარისხი სად არის, კაი, იცი, მე რაც სას დავკვირვები ვარ, Porsche-ში. ძველ მოდელ Porsche-ებში. ახალში მანდაც ვიპოვე ბევრი ხარვეზე. გერმანელები ჩემი გადმოსახედიდან ავტოინდუსტრიის სათავეში არიან. წვერვალზე. რა თქმა უნდა. მე მოდიან. საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგანან გერმანელები. მე მოდიან ეს ცუდად რო თქვათ ეს ნიშებროდები. უნივერსალად დავდებ მე მანქანებს. მე ვასება ყოველდღიურად კომფორტული, რბილი, ხარისხიანი და უპრობლემო. რა არის ეგეც? უსაფრთხო. რა არის ეგეც მაგ მოდელი? ვაფშე ყველა. ბიზნეს კლასი ავიღოთ ახლა. 212 მე-5 სერია, ანუ E-კლასი მე-5 სერია, აუჩი მე-6 სერია. რბილად დადიან. კომპაქტ კლასის რო ავიღოთ კი ბატონ. უსაფრთხოდ დადიან და უსაფრთხოება მარტო ის არ არის, რა ქვია, 5 და 6 ვარსკვლავის აღება. უსაფრთხოება ის გაზ რომ მიადგავ. აბგონზე გასვლაც შეგიძლია, ეგ არის ყველა დიდი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა. კი, მაგაშიც მოგყვება. აზიას არ შეუულია. ქართულ მანქანებზე ვილაპარაკოთ. ხო, მიყვანი აზიური მანქანა, რომელსაც შეუულია, აი ამდენი კონკურენცია გაუწიოს ევროპელს. Infiniti რო ავიღოთ Q50. ამერიკული ბაზრის. ხო, ნუ, კაი, Skyline-ი აიღე, Skyline-ი აიღე Nissan-ი იგივე, ხო, Nissan Skyline და F30 რო შევადაროთ. Nissan Skyline. რაღაცეებში უწევს კონკურენციას. Skyline-ი არის ბიზნეს კლასის წარმომადგენელი. არა, ვერა. სეგმენტი ეგრე აქვს თვითონ. თვითონ იმათ რო კითხო ხო, მაგრამ შესაბამისად შენც მე შეადარე. მე-5 სერიას და E-კლასს. არა, მე-5 სერიას და E-კლასს არ უნდა შეადარე. ეგ არის მე-3 სერიაზე დიდი და Skyline 350. 350. ხო. შევადაროთ C-კლასს 350. 204-ზე იძახი? თუნდაც გამთათხეს ადრე იმის გამო რომ Supra რატო არ გევასებო, იმიტომ რომ არაფერია Supra. ქართული პერფორმანსით არც ერთი აზიური მანქანა ვაფშე არ არსებობს, რომელიც ევროპელთან მოვაახლოს. ამ დროს აქეთ ცივილიზებულ გერმანიაში მე-5 სერიის M-Piat იყო, 124-ის Walchock იყო, AMG, Porsche იყო, Audi იყო, რომლებიც სედანებით იყვნენ მაღაზე ჩქარები. ტიპი შარვალ კოსტუმიანი ოჯახთან ერთად მიდის და შენ Supra-ს იქითაც და აქეთაც გადაეტყავს, ჩასვლაშიც, ჩამოსვლაშიც. მანევრიც უკეთესი აქვს, მუხლუჭიც უკეთესი აქვს, უსაფრთხოებაც უკეთესი აქვს. აეროდინამიკაც უკეთესი აქვს. ფასში იჭერდები. რატო იხდი ფასს? იმას ვისაც არ აქვს იმის საშუალება რომ Walchock-ი იყიდოს, აი წავიდეთ იქ 90-იანებში ვართ, ვერ ყიდულობდა იმას, Supra-ის საშუალება აქვს რა და ის Supra-ც იმდენს უსწორებს რა. მაგრამ იმ Supra-ს ძალიან ოდნავ მეც დაახარჯავდა უკვე. გაკეთებული ყველაფრის გადავადრია ბავშვის გარდა. კაი, აქ შევთანხმდეთ. გაკეთებით ყველაფერი კეთდება. და ამაზე გადავიდეთ რა. ეს გააკეთეს BMW-თვის. Mercedes-ის სამოქალაქო ვერსიები არ გამოირჩევა კარგი მანევრით. კარგი მანევრში გულისხმობ იმას, რომ არ არის მკვეთრი, არ არის ჟურზე ისეთი ზუსტი, როგორიც არის BMW. ხო, უფრო კომფორტისგან მიდის, ვიდრე სპორტისგან. ამ დროს ტრაექტორიას იღებს ჩვეულებრივად და ტრაექტორიას ასრულებს, მაგრამ სალონში შეგრძნობ ერთგვარ დისკომფორტს და რულთან კავშირს ისე ვერ აგრძნობ, როგორც BMW-სთან. აქ უკვე გადააჭარბეს, დაჟე BMW-ზე უკეთესი გახადეს იმაში, რომ გრძნობელობა იგივე გაქვს, დაჟე რაღაც მხრივ უკეთესიც და ეგ არ მომეწონა მე. და რატო?
მანქანა დაგრუბდა, დაკარგა Mercedes-ის ნიშა რაც იყო. კომფორტი და სიამოვნება. ხო, მაგრამ შენ ხო თანამედროვე მანქანებს არ იყენებ ესე ხშირად და იყენებ ამ ძველ მანქანებს და იქიდან რო გადმოჯდები, მაინც გრუბია? გრუბი არა, ტაშტია იქიდან რო გადმოჯდები. რითი ჯობია იმ სამს აი რო გადააჭარბავდნენ ესე რომ. თავდაპირველად შეინარჩუნეს ის რომ ვერ ვა იმის და მიუხედავად კუბატურა დააპატარავეს და გვატყუებენ. მაგრამ ორი ტურბინას დაამატეს. ხო, მაგრამ ეგ ბრენდინგია, ეხა წინაშე 6-3 ხო, ჩვეულებრივად ეხა შემდეგი რაც გააკეთეს ვაფშე იმინა, რაც მე მაგათ ვაგინი არც ერთი რაც დეს და ის ტიპიც გააგდეს როგორც იქნა. ეგ არ ვიცოდი ის ტიპიც გააგდეს, ხო. აი ეს ვინც დაიწყო ეს ყველაფერი ნაძრილობა გააგდეს. მადლობელი ვარ. როგორც იქნა. დედა უტირა ქარხანას ძმაო, 1-20 წლით უკან დახია ძმაო. BMW მაგრა იტყავს დღევანდელ მანქანებს. გესმით, ხო? კი, ეგრეა. საყოველდღიო მანქანად არ ვარგა. უხეშია. აი ხა ბანზე რომ მოდიოდი, რავი, ალბათ იგზნობდი ამას. ემოციები კაი აქვს, ხმა კარგი აქვს, კარობკა ნორმალური აქვს. ბლოკირება რომელსაც აქვს, კარგია. მუხრუჭი ქალაქის პირობებისთვის საკმარისია, ტრეკზე არაა საკმარისი. პერფორმანსში მაგრამ მოიკოჭლებენ და რატო? იმიტომ რომ მანქანა არის მსუქანე. რო შევადარო ეხლა ეს ძველ ნამდვილ შესტიტრის იქაც იგივე პრობლემა არის. მანქანა არის მსუქანი, მაგრამ თავის დროზე ხო თავის დროზე ფურორი იყო ეგ მანქანა მთელ კონკურენტებს იმინა შორიდან დაანახა რომ ლუზერები ხართ იმინა 92 ზერას მაგდროს 92-ს არსებობდა 92 მაგრად ვერ გაუკაჩა იმინა ვერ გაუკაჩა ვაფშე ვერაფერში ძლივს 204 ანუ C-კლასებს რომ მიყვე 202 203 M-თან მაგრად აზადნეს მე M-ები მომწონს და რატო იცი? ვამბობ ამ მანქანით როგორ უნდა დაიმტრე. უმაგრესი მართვა. რომ გადავიღე, თქვი რომ აი დებილი უნდა იყო რომ ამ მანქანით დაიმტრე. ხო და სოროკ შეშდიდაც ანალოგიურად მოსახვეში შევედი, ტრაკი არ წაიღოს, სანამ ინერცია არ მივეცი. AMG-თ ხო უფრო დაიმტრევი თუ არ იცი. ხო? ძალიან მარტივია. აი, დაუბრუნდეთ ამას. სოროკ შეშდი ნელია, არაფერი არ შეუულია. ჩემი ვერდიქტი არის ეს. ეს არ არის ნაპა. მიგვირს ეხლა რა არის ნაპა. ეს გამიგვიდა AMG-ებს ძირითად ნაპა ხომენ. ნახე რა ხდება. რითი ამაყობენ იცი რომ ჩვენო ნატურალურისგან გავაკეთეთო, ნაღდი ნაგავისგან. საღებავს აკეთებენ იქ გადამუშავებული ნაგვისგან. მაგას აიძულებენ და იმიტომ. დღეს თუ დაუდგნენ წინააღმდეგ და როგორც იქნა მივხვდნენ რომ ეს კრონა ელემენტების გამოშვება არაა კაი და ბრუნდებიან აქეთ. C63-ში რომ დვაინოლი ჩადეს მაგ დედააფეთქებულებმა და ჩაისვერეს, იმიტომ რომ M3-მ ჩაახტა. ამაზე რას ფიქრობ? თანამედროვეებში არ მომწონს და ისე ძალიან მაგარია. ეხლა რაები არ მომწონს სალონში. ეს დიზაინი. კი, ერგონომიკა რამდენად კარგად არის. ეგ არის ყველაფერი უმაღლესი. რა არ მომწონს იცი? ეს ხმები მაგიზიანებს. გრას იზაო ეხლა ჭრიჭინა არის ეს თაობა Mercedes-ი ყველა. დაქოქე აბა ერთი. შენ არის ძახტე ისო M-157-ო სოფლიოს საუკეთესო ხმა აქვს. ამაზე რას? იცი ჯერ? ეგ კომფორტი. შესტიტრის ზოგადად ყველას კაი ხმა აქვს. ასტრელებს რომელი გირჩევნია? ბარბლის გარეშე თავისი ნაღდი. აბარა. მოიყვანო ნამდვილი ხმა განა. მოიყვანე. სივიკზე რა მითხარი 1-2 სიტყვა. რა ვერ ჩამოვედი სივიკის მაშინ იმიღე შენთან. ახალი სივიკით ვაფშე არა ვარ მე ნაჯდომიდან ნაკადოება რა. ძველი ნაბრია მაგის დედა ეცი მაგის სიფინე. მაგარი მანქანა რა კაცი იყო. ინა დედაზე რა ქნეს ნახე სივიკები. სამჯერ გამიკეთეს ამგონი, რა მქნეს და უყურებდი ზოცხალში. სამი წრე გაგასტრეს ხო? კაი დაანებე თავი ხა 10 წლის მანქანა. რა 10 წლის მაო წამოაგე 30 წლის მანქანა არის. ეგ მაშინ როცა ხარისხობდა. თანამედროვე მანქანებში არ მომწონს იცი? უსაფრთხოება, ბაზარი არა, პრიორიტეტია და უმაღლესი დონე უკავიათ, მაგრამ ვიზუალიზაცია დაიკიდეს. ხო, აი აქ ხა ეს ალუმინი არ უნდა ჩანდეს. ეს ალუმინი არ უნდა ჩანდეს. აი აქ ეს არ უნდა იყოს. გარეთ რო გააკეთო ესეთი რაღაცა, გეტყვიან რომ ის არისო. ხანიგურად გაკეთებულიო და ქარხანა რო აკეთებს, ქარხანასთვის საპატიებელია. არა, მე არ მომწონს ეს. რითი განსხვავდება, იცი ეს 205 ჩვეულებრივი 205-ისგან. რითი? გარედან. კაპოტი აქვს გრძელი, როგორც იქნა, კრილოა გრძელი. შიტოკია განიერი. ეს უფრო გრძელი არის? კი, ეგ წამოვიდა 204-დან. 203-ში ეგრე არ იყო. 204-ში ხა კრილო ბევრად განიერია, ეთყობა და რითი გააკეთეს ეს ყველაფერი. და კუპე ვაფშე ბევრად განიერია. ეს ეკრანი ერთია. C300-ზე შეგიძლია იყიდო და დააყენო. რა არის განსხვავება? აი. გადამყვანე. ეს რომ მოხსნა და მიწიო, ჩვეულებრივი ჩვეულებრივი C300-ია, კი ბატონო, ეგ აწერია თან AMG.
ანუ ამას რო შენ აკეთებ, ფრიენეთს რო უდებ. შენ ხარ პერედელშიკი და კოლხოზი და რა ვიცი კიდე და. აი მე ზოგადად მეზიზღებიან მარკეტოლოგები. იმიტომ რომ მაგათმა ავტოინდუსტრია ჩაძირეს. მეც მარკეტოლოგი ვარ სპეციალისტი. არ მევასები. მე აბიუშიკები არ მევასებია. ზოგადად ერთი მარკეტინგმა რეალურად ჩაძირა ავტოინდუსტრია, იმიტომ რომ ზღუდავს ყველანაირად ყველაფერს. მარკეტინგი ქმნის პროდუქტს და მე ინჟინერი ცდილობს ამ მოერგოს ამ მარკეტინგულად და დაპროექტებულ და მოთხოვნებზე მორგებულ რაღაცას და მაგრად ეხავს. აი, ეს ყველაფერი გავიგე რა. მართლა იქიდან რომ მოვყვეთ მინუსებს, ამას კი არ ნებისმიერ მანქანას უპოვეთ. თოდესაც ხო უპოვე მინუსს. კი, კაც. აი, ამ ბიუჯეტში კაპოტს რო ახდი, იქ აკუმულატორთან აკეთწელი. რა? მინუს. ამის თანხაროგა, აი სხვა რა უნდა იყი. S63 ან M3. საკაიფოდ M5, S63. M3 არის ევროპული სტანდარტის მქონე სწორედ აგებულების დაკუნთული ზომიერად დაკუნთული ტიპი, გამოყვანილი ფორმებით. შეხედავ. ეს არის ბოდიბილდინგისკენ წასული ტიპი, რომელსაც ცოტა მეტი კონდიცია აქვს. პრესია რა აქვს, მაგრამ იმ მაგნიტებს აძრობს. ანუ სწორი მოკაჩვით. ძალით მიერი გამოკაჩვით კასტრიელების გარშე. მოგიდე ხელი და გამოაძრე 1000 ლარია პრიზი. ეს არის სავარჯიშო დამწყებებისთვის. ეს არის დამწყებებისთვის. ხო. ეგ მარტივია. ეს არის მარტივი? კი, ეგ მარტივია. ფეხი დაუდო ფეხი. ეს მარტივია. შანსი არა. მე 2000 ვერ ვარ. 2000 ვერ ვაძრო. გავისისხლებ, მეც გავისისხლები და. ხო, დიდი ჯანი აქვს რა ტიპს რა. ანუ კაჩო კი არის ეს. შესაბამისად მოუხერხებელია. მაგას ვამბობ ზუსტად, ის უფრო ტექნიკური ტიპია, ეს უფრო მოუხერხებელია. ყველა თანამედროვე მესელეში ეს ეგ პრობლემაა. ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ ეს ვინ გინდათ სუქნები არიან. სუქანი თუ პრესია. სიამონება ჩემთვის ამას მეტი მოაქვს ვიდრე M3-ს. და უთხარი რომ გამეთიშა ტელეფონი. ტელეფონი გაეთიშა. კაი, მოხერე ყავს და ეხლა ტრეკზე უნდა წავიდეთ რა. როგორი ტიპია, იცი? აი ეს მექანიკური ხიდი როა, რაღაც მომენტებში თითქოს უშვებს. რა ელექტრო უფრო კაი იქნება და ამის თქვა მინდა, ამის ახსნა მინდა და აი M-ზე მაგალითად უფრო კაია რა, სრიალი. გამდის. Აროჩე მექანიკურ ხიც უნდა მიჩვევა. M-ის სტილში ვაძლევ გას და ხანდახან არ გპატიოს წონა რა. ხო, აი ზუსტად. ხიდთან უნდა დაამყარო კონტაქტი და ბუსტი არ უნდა დაკარგო. ზედმეტი მოგივა და ეგრევე დაბზრიალდები, დააკლებ და გასწორდები. აი M-ზე ვარ მიჩვეული პირველდან მეორეში ამ DCT-ს რო გამოსწრებ უკვე სხვანაირად მიდიხარ. მოკლედ რა, ცოტა მიჩვევა უნდა. ამ მანქანას ძალიან ბევრი შეუძლია და რო ფიქრობ იმას რომ ხა საბურავი არ შემოგასკდეს, რთულია რა. ამაზე ახალ ჩინურ საბურავით დააყენე, მოდი სიამოვნე, ძალიან კაია.
ამ ხმას. ანალოგიაზე რა აქვს მახსოვს. ეს არის რაც ვერ მეორდება. ამის ფორმები გარედან. ეს მანქანა თვითონ მე უფრო მეტად ეს მანქანა რატომ უწევს იცი მე კიდე რატომ უწევს იცი ახლა ჩემს სამეგობროში ყველა მიცის მე რატომ უწევს ეს თული რო არის თანამედროვე სტოძო იმიტომ რომ წყობა გეომეტრია ყველაფერი აქვს სტოძოს უკანა ხადავოის წყობა წინა ხადავოის წყობა დაკიდება მაკერსონი ერთ-ერთია როგორც სტოძოს ეგ არ ვიცოდი დღეს დილითაც რო ვიდეო დავიწყე და ავხადე აქ უფრო როცა აყენია ის რაც აყენია უფრო საინტერესოა ვიზუალურად ყველაფერი ვიდრე იქ. ამ ვიდეოში გეტყვით რომ ეს პლასმასია და ბევრს მეტალი გონია. ეს ხופი. ლამაზია, ძალიან ლამაზია, ძალიან კარგი არის. ხედი რა აქ. ლოგირებ. წამოაბა ერთი კავს რეალურად. გვაქვს საბურავი. კი. ხო გვაქვს საბურავი ვიდეო. აი ეგრე. არ დაგიტრიალდეს. აი ამას 92 ესე ვერ შვება. ეხლა ყურე დავოშივძე ზასტრაფია. ამით ეხა არ მიცდია არასოდეს რვიანი. დავაი აბაცად. მიდი კაი სუნი წამოიღო საბურავი. კარგი. თითქმის რვიანი გაშვიდიანი იყო რა. ახლიდან. აი, ბევრი გაზია. ბევრი გაზი გვატრიალა. გიაკ და თანხასია მო. კაია. გოჩას მანქანისთვის რეალე მე ვიდეო მაქვს გადაღებული. C63-ის ვიდეოდებს არხზე შეგიძლიათ უყუროთ ამ ძარის. და იმას არ ქონდა ელესტი. და მაგრა წვალობდა რა, მაგრამ რო დაბლოკავდა ერთობი და ეს საერთოდ სხვანაირად იქცევა და ეგ მომწონს. შევკარეთ. რვიანი გამოგივიდა. ანუ აი ნახე ხა სიჩქარე თუ გინდა შევადაროთ, რა გვექნება და მე თუ გინდა იქაც ანალოგიური ვცადოთ. პირობითად ვქნათ 70. 70 დავიწყეთ და 53 დავამთავრეთ. იმაზე მაგას ვერ ვიზოთ. დავაი გადავჭიქით იმაში. აბაწათი. და ეს ჩამოდის რული. არ ჩამოდის დაბლა. არ ჩამოდის. გავაკეთოთ უცებ. მიდი აბა. შეულოც. ეკაბუჭება. მაგარი მეთოდი არ გიდა რა ეს არ არის კახდურული არ გატყდეს. წაიღო ეგრევე ტრაკი. ეგრე საერთოდ ხონა ჯერთ გასნოსა და მერე ტრაკი წაიღო. კაი ეს საბურავი ცივია. მოდი ახლა არ არის ცივი, წეღან დავადუღე სანამ მოხვიდოდი რა არის ცივი. გამარჯობა. სამოცით მოუხვია. დეთანხმები გავიგე რის თქმაც გინდა და ეგრეა რა. თან კლიენტს არ მაზავს. მე გავიგე რასაც მეუბნეო და რის შენია ის და მიუხედავად რომ დიდი უფრო მძიმე ძრავია ვიდრე ეგ. კი. ჩემი აზრით ელექტროობის თემაც არის ეგ და არა მარტო ის რომ სიმძიმე და გეომეტრია და ანუ აშკარად ელექტროობა გვაჩერებდა. მარტო გეომეტრია არ არის. არა, გეომეტრია ის არის რომ მე რო რულს ვიღებ, მანქანას წონა წინ მიათრევს. ხო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის და მე უკვე ელექტრობეში იწყებს მუშაობას. უაზროდ. რომ გაასწოროს მანქანა. უაზროდ იწყებს მუშაობას და მეც ჩემთვის რო ვიღებდე, აუცილებლად ავირჩევდი 204 კუზაოს. აი, უპირობო. ჩემი პირველი მანქანა არის 204. C63 არა. მაგრამ არ მინდა ექსის სტრაფე რა. მე რას იმაშვები, იცი, ვამბობ? 500 ცხენზე აი ამას ამ მანქანას შევაჯიბებ 500 ცხენზე. ყველაფერში ვაჯობებ. გარდა დრაგის. იქ ვაჯობებ. დრაგზე ისედაც ვაჯობებ, კაც. იქ ვაჯობებ. რას? ამას 500 ცხენს და ამას 500 ცხენს? ამით ვაჯობებ ამას. დრაგზე. კი. რის ხარჯზე? ეს არის ნატურალური 500 ცხენი, ეს არის ჩაბერილი. ნატურალური ჯობია. აი, აქაც ახლა გავახუროთ. წინა საბურავები. ოჰოჰო.
დავსაკოთ ახლა. 70. შეინახები. ამანას დასწროსა. აუ, რა მძნობიარე გაზის პედალი აქვს. Вообще не туда, я хочу турбо არის. აბა მიდი. ბაზარი არა. 205-ით არის. 204-მა მოუხვია ძალიან კარგად. ეს არის ზუსტად 205-ით. ეხლა შენ რო მოუხვიე მე მიეცი გას ამაზე. მე არ მიმეცია ინერცია მას მიქნა. ეხლა შენ ბევეს უჩალიჩე. არ უჩალიჩე. უჩალიჩე. მოდი ეხლა 65. შედარებით უხვევს. იგივეა. შედარებით რა 205-ია რა. იმინა ზუსტად 205-ით არის. არ ვიცი მიკროფონში ისმის თუ არა, კაპოტი და მგონია რომ ვიღაცა კივის. კომპრესორი არა, მაგრამ რაღაცა მსგავსად დიდი ხმა. გაკეთებულს უკვე იმასაც გაიხმა აქ, მაგრამ სტოკში ეს გაკეთებულია. ხო, სტოკში ეს ძალიან ჯობია. ის სტოკში ვაფშე საერთოდ ხმა არ აქვს სტოკში. ჩემი 204 გამახსენდა, ახლა რა თქმა უნდა ის იყო. 250 იყო, მაგრამ მე გამყავს ახლა მე. ხეცია იმინა. ერთი პლუსი რაც აქვს, პადოს გადავუყენე და ხო იცი ამაზე უკეთესად უხო. ანუ ამისი პადოს გადავაყენე, ამისი გიტარები, ყველაფერი ამის დავაყენე და რატო უხო ამაზე უკეთ, იცი? წონა გაქვს ნაკლები. 4 ცილინდრი გიდოს და მოუხება ბარასა. ეს მაჩვენებელთა დაფა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაჩვენებელთა დაფა, რაც რამე მანქანას შემინახია. ძალიან მომწონს. ეს და Porsche-ში იგივე პონტია, ოღონდ 5. და ზოგადად ეს მოდელი ძალიან მომწონს. აი, даже ის C-კლასი რომ ყავდა, რითი ვკაიფობდი, იცი? აქედან რეკავდი ხო. ეს არის მსუქანი. სტოძო ამასთან მიმართებაში ბევრად უკეთ იმართება. მოკლედ, ჩამოვედით ტრეკზე, გვინდოდა დრაგის გადაღება, მაგრამ იმდენი ხანი მოვდიოდით, იმდენი ხანი ვბაასობდით მე და მასკვიჩა. გაგვეწელა. მოხემ მე ყოველთვის ხოძევა რომ Mercedes-ებს ასიამოვნო, ასევე Mercedes-ების ბანდაც ყოველთვის ხოძევა რომ BMW-ებს ასიამოვნონ და აუცილებლად შედგება ეგ დრაგი მალე. მოკლედ, ეს შაბათი კვირა არ ცალია ტრეკს და უფრო საინტერესო ტრეკსაც გადავიღეთ. მოკლედ, YouTube-ზე მოვედით, არცაც წასვლას არ ვაპირებთ და ძალიან მაგარ კონტენტს შემოგთავაზებთ. უფრო და უფრო ყოველ ვიდეოში. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეოები და უყუროთ ამ ყველაფერს, რაში ამდენ შრომას ვდებთ, ამდენი საბურავი და ამდენი ბენზინი იწება ვიდეოების შექმნისთვის და. მოკლედ, დიდი მადლობა მასკვიჩას ამ შვენიერი მონსტრის გამოყვანისთვის და ამ მანქანაზე საინტერესო რაღაცები გვესაუბრა. ყველანი მეგობრობთ, BMW ეყარება, Mercedes-ი GT-ს გაკეთებული იქნება თუ ABB-ის გაკეთებული იქნება, ჩვენ ყველანი ერთი დიდი სამეგობრო ვართ ავტომოყვარულები. როგორც გითხარით წეღან, საერთოდ სხვა რაღაცა იყო ჩაფიქრებული, C63-ის კუპე უნდა გადაგვეღო მხოლოდ პირდაპირ ტრეკზე და საერთოდ სხვა რაღაცები ნახეთ თქვენ ამ ვიდეოში. აი ესე დილით რო სხვა გეგმა იყო, საღამო საერთოდ სხვა გეგმით დავასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. ხო, ნახე. აბა რა ეხა იკო ზის უეჭველი ამ ვიდეოს უყუროს, ფიქრობს სად უნდა გავჭრაო და ვერ ფიქრობს, იმიტომ რომ რაღაცებს ბოდიალობ, მაგრამ
კარგ ხასიათზე ვარ და ეგრე მჭირს ხოლმე როცა კარგ ხასიათზე ვარ. C63 205-იც გავტესტეთ, 204-იც გავტესტეთ, M3-ის მოხვევა გავტესტეთ და სლიკებზე დგას ახლა და ამას დანოში დღეს ვერ გავტესტავთ. დაიკარმა ჩვენიერი ელექტროდონატები შემოგთავაზა, Lexom უკუსვლით სიარული დაამუღამა ამასობაში და ჩვენ შეგხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით. მაინც აქეთ რო წამოვედი. არა და ეს ძალიან მიყვარს.